მუშაობდი საკონსულტაციო ფირმაში. იქ დიდი ფიგურა არ ყოფილა, ან რამე მსგავსი. სინამდვილეში მე თითქმის კომპანიის ტოტემური ბოძის ბოლოში ვიყავი. იმდენი ფული მქონდა, რომ თავი გამეტანა, მაგრამ ყოველთვის ვოცნებობდი სხვა ქვეყანაში მოგზაურობაზე და საზღვარგარეთ სწავლაზე. თუ ოდესმე ამ ოცნებას რეალობად ვაქცევდი, შემოსავლის სხვა წყარო მჭირდებოდა. დაახლოებით იმ დროს OnlyFans-მა პოპულარობის პიკს მიაღწია. ორი ადამიანისთვის, ვინც მისმენს და არ იცის რა არის ეს, OnlyFans არის ვებსაიტი, სადაც ადამიანები, ძირითადად ქალები, უზიარებენ ფოტოებსა და ვიდეოებს ფასიან აბონენტებს. ეს ჩვეულებრივ, ზრდასრულთა კონტენტია. საკმაოდ საკამათოა, ზოგი მხარს უჭერს პლატფორმას, ზოგი კი ამბობს, რომ ეს არის ვულგარული და ამაზრზენი. სმენია რამდენიმე ისტორია ქალებზე, რომლებიც დიდ ფულს შეულობდნენ საკუთარი სახლებიდან და მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვარ Belle Delphine, გავიფიქრე, ჯანდაბას, იქნებ მეც ვიშოვო რამდენიმე ზედმეტი $. შევქმენი ანგარიში და ჩავწერე პატარა შესავალი შეტყობინება ნებისმიერი პოტენციური მიმდევრისთვის. შემდეგ გადავიღე ჩემი პირველი უხამსი სურათები და ავტვირთე. ახლა რომ მოგცე $5, გადაიღებდი შენს სურათს, როცა ტუჩებს იბზუებ. რამდენიმე კვირის შემდეგ, რამდენიმე მიმდევარი მოვიზიდე, რომელთაგან ყველა თვეში $10 იყო გამოწერილი. ზოგიერთმა მათგანმა საჩუქრებიც კი მომცა, ან გადამიხადეს დამატებით ექსკლუზიური კონტენტისთვის. საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ ნებისმიერი ფული, რომელსაც საიტის მეშვეობით ვიშოვიდი, პირდაპირ ჩემს სამოგზაურო ფონდში წავიდოდა და როგორც კი საკმარისი ფული მექნებოდა სამოგზაუროდ, შევწყვეტდი პლატფორმის გამოყენებას. ამასობაში, ჩემს ნამდვილ სამსახურში ბევრი სამუშაო მქონდა. ერთ შუადღეს, ბიზნეს კონფერენციაზე ვიყავი, ჩემს კოლეგებთან ერთად ვმუშაობდი. იქ, სადაც მე ვცხოვრობ, სავიზიტო ბარათები ჯერ კიდევ ფორმალობა, თუნდაც ჩემნაირი დაბალი დონის თანამშრომლებისთვის და მე ათობით მათგანი დავურიგე პერსპექტიულ კლიენტებს, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ ჩვენს კომპანიასთან თანამშრომლობით. სიმართლე გითხრათ, იმ დღეს იმდენ ახალ ადამიანს შევხვდი, ყველა მსგავს კოსტიუმებში და მსგავსი ვარცხნილობებით, რომ მათი ყველა სახე და სახელი ჩემს მეხსიერებაში გაერთიანდა. სახლში დაღლილი დავბრუნდი სოციალიზაციისგან. იმ საღამოს ძილის წინ შევედი ჩემს OnlyFans ანგარიშზე, რომ მენახა, როგორ მიდიოდა საქმეები. შესანიშნავია, ახალი გამომწერი მყავდა. ეს ახალი ბიჭი, რომელიც იყენებდა სახელს John Smith, გამომიგზავნა პირდაპირი შეტყობინება, როგორც კი დამინახა, რომ აქტიური ვიყავი. $10 თვეში. Netflix-იც კი არ იხდის ამდენს. ღირს, არ ინანებთ. ჯერჯერობით მომწონს, რასაც ვხედავ, ძალიან ლამაზი ხარ. დიდი მადლობა. მან გამომიგზავნა კიდევ რამდენიმე მეგობრული შეტყობინება, მე კითხებოდა საკმაოდ უვნებელ კითხვებს, მაგალითად, მყავდა თუ არა ძაღლი. მე არ მყავდა. ხვდებოდი თუ არა ვინმეს? მე არ ხვდებოდი. ვცხოვრობდი თუ არა მშობლებთან ერთად? მე ვცხოვრობდი ოთახის მეზობელთან, რომელიც იმ კვირაში წასული იყო. იცი, მართლა ძალიან ლამაზი ხარ, მომწერა მან. გმადლობთ. დავდებ, რომ შენ უფრო ხშირად წვევი, ვიდრე გასაბერი თოჯინა არა. ლოლი. შემიძლია შეკვეთა გავაკეთო? როგორც სურათის მოთხოვნა. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა არის და რამდენს გადამიხდით. ახლა რომ მოგცე $5, გადაიღებდი შენს სურათს, როცა ტუჩებს იბზუებ. დიდი დღე იყო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დაღლილი ვიყავი, ფული მინდოდა, ამიტომ სწრაფად გამოვეწყო და სურათი გადავუღე ბიჭს. მე გავუგზავნე სურათი, რომლის განბლოკვაც მას $5 შეეძლო. მან განბლოკა ის და როგორც ჩანს, კმაყოფილი იყო იმით, რაც მე გავუგზავნე. არა უმეტეს 1 წუთის შემდეგ, მან გამომიგზავნა სხვა მოთხოვნა, ამჯერად $10. რაიმე შენი ლამაზი ფეხების შესახებ. კიდევ 5-ს გადაგიხდი. რა თქმა უნდა, რაც გინდა. ვერასოდეს გავიგებ, რა მოსწონთ ბიჭებს ფეხებში, მაგრამ რა თქმა უნდა, გადავუღე სურათი და გავუგზავნე, ისევ 5 ჭიანი ფასიანი კედლის მიღმა. მან კიდევ რამდენიმე თხოვნა გააკეთა, ყოველ ჯერზე $5 მიხდიდა.
მარტივი ფულია, გავიფიქრე. ერთი ჩემს მაღალქუსლიანებში, ერთი ამა თუ იმ პოზაში და ასე შემე. შემდეგ მან გამომიგზავნა სხვა მოთხოვნა. დამამატე ინსტაგრამზე, ჯონ სმით 23. შეტყობინებაში მან თავისი ანგარიშის სახელი მიუთითა. $10 მხოლოდ იმისთვის, რომ ბიჭი დავამატო ინსტაგრამზე? რატომაც არა. ერთი წელია არ განმიახლებია ჩემი ინსტა და მაინც მხოლოდ რამდენიმე პოსტი მქონდა. მე მას 10 ავიღე და დავამატე. უცნაურია, მის ანგარიშზე არც ერთი პოსტი არ იყო, მაგრამ წრე მის ცარიელ პროფილის სურათის გარშემო იყო გამოკვეთილი, რაც იმას ნიშნავდა, რომ მან ახლახან დაამატა თავისი ინსტაგრამის ისტორია. უბრალოდ ცნობის მოყვარეობის გამო დავაწყაპუნე მასზე, რომ მენახა რა გამოაქვეყნა. ეს იყო ჩემი სახლის ვიდეო, გამოქვეყნებული 2 საათის წინ, გადაღებული ტყიდან გარეთ. შემდეგი ამბავი დაიწყო, ატვირთული 5 წუთის წინ. ეს იყო ჩემი სახლის კიდევ ერთი ვიდეო, ამჯერად ბევრად უფრო ახლოს, გადაღებული ქუჩის მოპირდაპირე მხრიდან. ვიდეო დაუახლოვდა ჩემი საძინებლის ფანჯარას, ერთადერთი ოთახის, სადაც შუქიენთო, ოთახი, რომელშიც მე ვიყავი. მესამე ისტორია, ატვირთული სულ რაღაც 2 წუთის წინ, გადაღებული იყო ჩემი ვერანდის ფანჯრის გარედან. ის ჩემი წინა კარის გარეთ იყო და მინის მეშვეობით იღებდა ჩემი სახლის შიგნით. მისი ბნელი თვალები აღელვებული იყო. ინსტაგრამის ჩემს პირად შეტყობინებებში შეტყობინება გამოჩნდა. შემომიშვი. შეშინებულმა ჩავკეტე ჩემი საძინებლის კარი და მაშინვე დაურეკე პოლიციას, ვუთხარი, რომ ვიღაც იყო ჩემი სახლის გარეთ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის აგრძელებდა პირადში მოწერას. გამოდი გარეთ, თორემ მე მომიწევს შემოსვლა. ქვედა სართულის კარის სახელურმა ჭრიალი დაიწყო, როცა მე შიშით ვკანკალებდი ზემოთ, უიმედოდ ველოდი დახმარების მოსვლას, ყვიროდი ჩემი საძინებლის ფანჯრიდან დახმარებისთვის. ეს არ იყო საუკეთესო სამეზობლო, ასე ვიტყვი, და ჩემს მეზობლებს ან არ ესმოდათ ჩემი, ან არ სურდათ დახმარება. მესმოდა, როგორ მეძახდა ბიჭი ჩუმად, ჩემი OnlyFans-ის მომხმარებლის სახელით იყენებდა. სასწრაფოდ შევვარდი ჩემი მშობლების ოთახში და კარი ჩავკეტე და როგორც კი საკეთის გადატრიალებას ვაპირებდი, გავიგე როგორ მორბოდა ბიჭი კიბეებზე. საბედნიეროდ კარის ჩაკეტვამ საკმარისი დრო მომცა იმისთვის, რომ სხვენის კიბე ჩამომეწია და ზევით ავძვერი ხელში კაუჭი მეჭირა. როგორც კი ავედი, უკან ავწიე კიბე და დავხურე სხვენის კარი. ველოდი იქ, ხელი პირზე მქონდა აფარებული, როცა გავიგე კარის გაღება. ჩემი გული ისე ძლიერად ცემდა, რომ ძლივს ვსუნთქავდი. ნივთებს ყრიდნენ და ამტვრევდნენ ოთახში, ჩემს ქვემოთ. მე შემეძლო მხოლოდ მოსმენა, როცა ბიჭი არბევდა ჩემს სახლს, ხანდახან ყვიროდა უხამსობებს და ამბობდა, რომ იცოდა, რომ მე ისევ სახლში ვიყავი. გამარჯობა. Nelly Cat. სად ხარ? ეს ტანჯვა დიდხანს არ გაგრძელებულა, ალბათ სულ რაღაც 5 წუთი, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სხვენში მარადისობა ვიყავი. სახლში სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ მე იქ დავრჩი, სანამ პოლიციის სირენების ხმა არ გავიგე, რომელიც ჩვენს სავალ ნაწილზე მოდიოდა. ჩემი მშობლები არც თუ ისე შორს იყვნენ. გამოძიების დროს გამომძიებლებმა კარის სახელურებზე თითის ანაბეჭდები მოიძიეს. არც ერთი არ იყო. მაგრამ იყო რაღაც სხვა. მათ ტრიქლორმეთანის კვალი იპოვეს. ქლოროფორმი. ის ჩემს სოლტილოზე ან ხელთათმანებზე უნდა ყოფილიყო. ერთადერთი ნივთი, რაც ჩემი სახლიდან დაიკარგა, იყო ჩემი ლეპტოპი, რომელზეც ბევრი ჩემი ფოტო იყო, რომლებიც ინტერნეტში არ გამომიქვეყნებია. ეს ბიჭი აშკარად რეალურისთვის მოვიდა. მაგრამ იმის გამო, რომ მე უსაფრთხოებას მივახციე, მან ამის ნაცვლად სურათებით დაკმაყოფილდა. მას შემდეგ ონლაინში არაფერი გამომიქვეყნებია და არც კი შევსულ ვარ, რომ ჩემს მიმდევრებს დავმშვიდობებოდი, რადგან ვიცოდი, რომ ის მათ შორის იყო. ასე რომ საბოლოოდ, გულახდილად ვუთხარი ჩემს მშობლებს, რასაც ვაკეთებდი და გადავედი ჩემს დასთან, სხვა ქალაქში, ჩემივე უსაფრთხოებისთვის. ვერ ვიტყვი სად, აშკარა მიზეზების გამო, რადგან თავად მწვანე მაისური შეიძლება უსმენდეს.
დიახ, მიუხედავად იმისა, რომ ბიჭის სახის შედარებით ნათელი სურათები გქონდა და ვიცოდით, რომ ის ადგილობრივი უბნიდან უნდა ყოფილიყო და ჩემი ერთ-ერთი მიმდევარი მათ ის ბიჭი ვერასოდეს იპოვეს. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ გაიგო ჩემი მისამართი. უბრალოდ მადლობელი ვარ, რომ იმ ღამეს სახლში ჩავედი და რომ ჩემმა გამომწერმა შეამჩნია ჩრდილოვანი ფიგურა ჩემი ფანჯრის გარეთ. იმ ბიჭს რომ შემოსულიყო, როცა მე ზევით ვისტრიმინგებოდი, შეიძლება არ გამეგო მისი ხმა და ვინ იცის, აქ ვიქნებოდი ახლა ამ ამბის მოსაყოლად. რამდენიმე კვირა გავიდა და საბედნიეროდ, მწვანე მაისურიანი ბიჭი არ მინახავს ქალაქში.